მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, ეთერში ATV სიგნალის საცდელი მაუწყებლობა და მისი გადაცემა საფეხბურთო სიგნალი. განვიხილავთ და ანალიზს უკეთებთ გამართულ თუ გასამართ საფეხბურთო მატჩებს წელიწადის ამ ნაწილში 2026 წელს კი განვიხილავთ რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატს. მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე უკან მოვიტოვეთ მე-16 ფინალები. ჩვენ ვნახეთ დრამა, ტრაგედია, ტრაგიკომედიაც, ყოველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს 16 უნიკალური მატჩი. ისეთივე უნიკალური, როგორებიც ვართ ჩვენ გადაცემის წამყვანები სანდრო თორდია და ნიკა შოშიტაშვილი, საფეხბურთო მიმომხილველები. გამარჯობა ნიკა. დღეს ბრაზილიის ფორმით ხარ მოსული და როგორც ჩანს გიხარია ის რომ ბრაზილია შემდეგ ეტაპზე ითამაშებს იაპონიასთან უმძიმესი მატჩის შემდეგ და მოდი პირდაპირ დავიწყოთ მე-16 ფინალების განხილვით და რადგან ბრაზილიის ფორმით ხარ წარმოდგენილი, ბრაზილია-იაპონია იყო ძალიან დასამახსოვრებელი მატჩი, სადაც ბრაზილია 2-1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. დიახ, თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი მივიღეთ ბრაზილიისთვის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ალბათ 95 წუთზე გავიდა გამარჯვების გოლი გაბრიელ მარტინელის წყალობით და რა შეგვიძლია ვთქვათ იმაზე რომ ბრაზილიის ნაკრებში აშკარა არის გინდა საკადრო, გინდა სათამაშო პრობლემები, როგორც ჩანს კარლო ანჩელოტის ბოლომდე არ მოუგვარებია ყველა ის პრობლემა, რაც პენტაგამპიონებს აქვთ რამდენიმე წელია უკვე. ამ მატჩზე ბევრი საუბარი შეიძლება იმაზე თუ რას წარმოადგენს ბრაზილიის ნახევარდაცვა და მომენტებში მათ შეუძლიათ რომ მატჩისთვის საკვანძო გადაწყვეტილებები მიიღონ, როგორც ბრუნო გიმარეშმა მაგალითად წინვალი ასისტი როდესაც გააკეთა გაბრიელ მარტინელიზე, თუმცა ასევე ისიც უნდა ვთქვათ რომ ჩამშლელ ზონაში არის ერთადერთი ფეხბურთელი, ეს არის ვეტერანი კაზემირო, რომელსაც ფიზიკურად აღარ შეუძლია იმ დატვირთვის გადატანა საკუთარ მხრებზე, რაც შეეძლო თუნდაც იგივე 5 წლის წინ, 10 წლის წინ, თუნდაც 3 წლის წინ. პირველ მატჩიც გამოჩნდა ეს და უკვე გრძელდება, აქ უკვე მე-16 ფინალშიც იგივეს უყურებთ და არ ვიცი, ეს პრობლემა რამდენად მოგვარებადია, იმიტომ რომ კაზემიროს შემცვლელი არის ასევე ვეტერანი ფაბინიო, რომელიც ობიექტურად რომ ვთქვათ, არ არის კაზემიროს დონის ნახევარმცველი, თუმცა ალბათ ამ გუნდს მაინც შეუძლია რაიმე საკვანძოს შეტანა თავის თამაში, რაიმე კარგი სიურპრიზების მოწოდება. არ ყავდა ნეიმარი. ვერ ვნახეთ ნეიმარი, როგორც ჩემთვის, ასევე ბევრი ბრაზილიის გულშემატკივრისთვის და საერთოდ არა მარტო ბრაზილიის, ალბათ ბევრი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან სასიხარულო იქნებოდა თუ კი ნეის ვნახავდით მოედანზე, თუმცა როგორც კარლომ თქვა, ვინახავდით ნეიმარს ექსტრა ტაიმისთვისო. რამდენად შეგვიძლია იმას დაუჯეროთ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ჩვენ ვნახეთ ბრაზილიის ნაკრების თამაში ნეიმარის გარეშე, რომელსაც შეეძლო ამ თამაშში მონაწილეობის მიღება და ალბათ გარკვეულწილად გულშემატკივრების უკმაყოფილებასაც გამოიწვევდა ეს. რაც შეგვიძლია ვთქვათ შემტევ ხაზზე მატიუშ კუნიას არ ქონდა საუკეთესო მატჩი, ამავე მუნდიალზე ვნახეთ მისი უკეთესი შეხვედრები, გამოვიდა ენდრიკი, რომელსაც პაპაკარლო დიდად არ წყალობს, თუმცა მის სათავისი შანსი, რომელიც სიმართლე ვთქვათ ვერ გამოიყენა, ქონდა მას თავისი მომენტები, თუმცა ხან თამაშგარემ შეუშალა ხელი და ხან იაპონელმა მცველებმა შეუშალეს ხელი. ტომიაზუმ რომელსაც ხაზინა გამოიტანა ერთ-ერთი დარტყმა. ტომიასუ არსენალის ფეხბურთელების და არსენალის გულშემატკივრებისთვის საკულტო ფიგურაა ნამდვილად. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იაპონიის ნაკრებს მარტო ქება და ქება ეკუთვნის, უკვე მერამდენე წელია, მერამდენე მუნდიალია, ეს ნაკრები თავისი ბრძოლის უნარიანობით გვამახსოვრებს თავს და თუ დააფიქსირე უკანასკნელი 3 მუნდიალია სულ ძალიან დაძაბულ ვითარებაში ვარდებიან. გვახსოვს ბელგიასთან მატჩი 2018 წელს, როდესაც არარსებული მატჩი დაუკამბექა ბელგიის ნაკრებმა, შემდეგ პენალტების სერიაში ხორვატიასთან გამოვარდნა და აი 95 წუთზე გაბრიელ მარტინელის გოლის წყალობით კვლავაც დაემშვიდობდნენ იაპონელები მუნდიალს, თუმცა სამშობლოში ალბათ თავაწეულები ჩავლენ იაპონელები. სწორად აღნიშნე შენ ცენტრალური ზონა და პირველი გოლი სწორედ ცენტრალური ზონიდან მიიღო ბრაზილიამ. კაიშუ სანო იყო პირველი გოლის ავტორი და ეს არის აბსოლუტურად მისი შექმნილი გოლი, იმიტომ რომ დაიწყო დრიბლინგი ცენტრიდან და გოლს უნახავთ
არ ქონია მას ასეთი ძლიერი გასროლა არ გაუკეთებია, თუმცა ძლიერ არ გაუსროლია მეკარის წინააღმდეგ, თუმცა ეს იყო უზუსტესი დარტყმა იაპონელი ფეხბურთელის კაიშუ სანოსი, როგორც აღნიშნე, მაინცის 24 ნომრიანის, მაინცის ფეხბურთელის და იაპონიის 24 ნომრიანის ის არ არის ფორვარდი, ის არის ჩამშლელი ნახევარმცველი და სწორედ მან ივარგა ამ მომენტში. აქ შეიძლება არაურაზროვნათაც მივანიშნოთ მეკარის შეცდომაზე, თუმცა არ უნდა დაუკარგოთ იაპონიის 24 ნომრიანს კარგი თამაში, ცენტრიდან წამოღებული ბურთი და ასევე სანამ იაპონია არ გაუშვებდა გოლს, ანუ პირველ ტაიმში იყო ძალიან კარგი, ხოლო მეორე ტაიმში ძალიან უკან ჩაჯდა მისი დაცვა და უკვე ბრაზილიასთან ასეთი უკან ჩამჯდარი დაცვით არ არის რეკომენდირებული, რომ დიდი ხანი ითამაშო. იგივე კაზემიროზე რას თქვა ბოდიში, ნიკა, აი მაგალაეშმა თავზე დაასვა, რასაც ქვია კაზემიროს რა და აი მაგალაეში როგორც დაცვაში, ასევე შეტევით ფაზაში ძალიან მომეწონა ამ მატჩში. ანუ მშვენიერი ფეხბურთელი არის გაბრიელ მაგალაეში, დაცვით ფაზაშიც შეუძლია თავის გამოჩენა და ბევრი საზრით ევროპის საუკეთესო დამცველი არის საკლუბო სეზონის და ჯერჯერობით დიდი ჩავარდნა მომდილზეც არ ქონია, თუ არ ჩავთვლით მაროკოსგან პირველ გაშვებულ გოლს. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ზაიონ ზუზუკიმ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე და იაპონიის შემადგენლობაშიც გამორჩეული ფეხბურთელი არის, არა მარტო გარეგნულად, რა თქმა უნდა გარეგნულადაც, თუმცა რომ არა ზაიონ ზუზუკი და ტომიაზუს ის მომენტი, რომელიც ხაზიდან გამოაძრო, პირდაპირ ვთქვათ ასე, ბრაზილია მანამდე მოიგებდა ამ მატჩს, თუმცა 95 წუთამდე მივიდა ეს თამაში, სადაც ბოლოს მაინც იაპონიის დაცვა გატყდა და საჯარიმოში ერთი პასი საკმარისი აღმოჩნდა იმისა, რომ მარტინელის გაეტანა გოლი და წერტილი დაესვა ამ მატჩში, სადაც თუ სადმე დრამატურგია იყო, ამ მატჩში დრამატურგია ნამდვილად იყო. და არც ერთ სხვა მატჩს არ დაეწუდებოდა ალბათ დრამატურგია. ერთ-ერთი ასეთი მატჩი იყო გერმანია-პარაგვაი. პირველ გადაცემაში მე ვთქვი, რომ პარაგვაი ძალიან კარგი გუნდია და მინდა რომ ამერიკას ფრე ეთამაშოს მეთქი, თუმცა ამერიკასთან წააგო, ხოლო გერმანიას ჯგუფიდან გავიდა და გერმანია დატოვა მე-16 ფინალში. ეს გერმანელებისთვის დიდი ტრაგედია გამომდინარე იქიდან, რომ გერმანელები მიჩვეულები არ არიან ასეთ ეტაპზე გავარდნას. 42 წუთზე ენცისომ გახსნა თავური დარტყმით ანგარიში და ეს იყო გერმანელებისათვის, ეს უნდა ყოფილიყო გერმანელებისათვის სიგნალი, რომ უნდა გამომხიზლებულიყვნენ. შეეცვალათ თვითონ ენცისო არ არის ადგილობრივი პროდუქტი, პარაგვაიში არ თამაშობს, ის ფრანგული სტრასბურის ფეხბურთელი არის და საკმაოდ კარგად იცის ევროპული ფეხბურთი, ეს შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ხოლო 12 წუთში გერმანია გამოასწორა რაღაც მხრივ თამაში და კაი ჰავერცის გოლით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. იქ იყო ტას მომენტი, სადაც გოლი არ ჩაუთვალეს და მაინც ალბათ სამართლიანად, იმიტომ რომ ანტონი ნამდვილად ბლოკავდა იქ მეკარეს ჩემი აზრით. და ასევე ჰავერცი ამის შემდეგ არაფერი არ გაუკეთებია, ფაქტიურად გონი აერია და ბოლოს პენალტიც კი აცილა. ძალიან ძიმე წელია არსენალის ფეხბურთელებისთვის პენალტების შესრულების მხრივ ძალიან ძიმე არის და ის პენალტების სერიას რო დაუბრუნდეთ, რითი არის დამახასიათებელი გერმანული ფეხბურთი ისტორიულად. თავისი სიუსისხლიანობით, თავისი გადამწყვეტ მომენტში თავის ხელშეაღებით, თუმცა დღევანდელ დღეს აშკარა არის ამ კომპონენტების ნაკლებობა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლეონ გორეცკაზე. თუ ჯონათან ტამ გააფუჭა გადამწყვეტი პენალტი, რის შედეგადაც გერმანიის ნაკრები გამოეთიშა მუნდიალს და უკვე დაუტოვა პარაგვაელებს შანსი, რომ თავისი გატანილი პენალტით მათ გაეგზელებინათ მუნდიალზე ასპარეზობა. ჯონათან ტას პენალტი უნდა დაერტყა ლეონ გორეცკას, რომელიც სამწუხაროდ გერმანელებისთვის არ გამოდგა ფსიქოლოგიურად მზად ამ 11 მეტრიანის შესასრულებლად და
დაუთმო ბურთი თავის თანაგუნდელს, როგორც ნაკრებში, ასევე მიუნხენის ბაიანში ჯონათან ტას, რომელმაც ვერ გამოიყენა თავისი შანსი. აი ეს მომენტი ალბათ ყველაზე ნათლად წარმოაჩენს გერმანული ფეხბურთის სხვაობას ადრეულ წლებსა და დღევანდელობას შორის. მე წარმოდგენაც კი არ მინდა რა დაემართებოდა იმ ფეხბურთელს, ვინც ამას იტყოდა 2002 წელს, ან 96 წელს, ან 90 წელს, ან 54 წელს. თუმცა დღეს ცოტა სხვა მოცემულობა გვაქვს, ცოტა სხვა გერმანია გვაქვს, როგორც სახელმწიფო თვითონაც იგივენაირად როგორც მათი საფეხბურთო ნაკრები, თავის იდენტობა აშკარად დაკარგული აქვს. იულიან ნაგელსმანი, რომელიც დაახლოებით უკვე 10 წელია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად გერმანიის ნაკრებში თავის მუშაობას morča და უკვე მიდის სერიოზული საუბარი იმაზე, რომ გერმანიის ნაკრებს შემდეგ სანაკრებო ტურნირზე უკვე ჩაიბარებს დიდებული ჩვეულებრივი ადამიანი, the normal one, იურგენ კლოპი. აი ეს ვფიქრობ, რომ არის ყველაზე კარგი რამ, რაც გერმანულ ფეხბურთში მომხდარა 2014 წლის მუნდიალის შემდეგ. იმიტომ რომ იურგენ კლოპი არის ადამიანი, რომელიც არის პირველ რიგში საუკეთესო ფსიქოლოგი, პირველ რიგში ადამიანი, რომელსაც შეუძლია თითოეულ მოთამაშესთან მეგობრული ურთიერთობის დაჭერა და გუნდის გასახდელში საუკეთესო ატმოსფეროს შექმნა, რაც გადამწყვეტია რიგ მომენტებში სანაკრებო ფეხბურთში. ძალიან მაინტერესებს თუ როგორი იქნება ის გერმანიის ნაკრების თავკაცის რანგში, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და ბევრჯერ თქვით კიდეც, რომ საკლუბო ფეხბურთი და სანაკრებო ფეხბურთი არის ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული რამ. ერთი იყო წარმატებული მწვრთნელი საკლუბო ასპარეზზე და მეორე არის სანაკრებო სარბიელზე იყო კარგი თავკაცი. და მე პირადად ველოდები კლოპის დანიშვნას და როგორც ვიცი უკვე ფორმალური საკითხებია მხოლოდ გასავლელი მისი გერმანიაში მოსვლისთვის და ნახოთ, შევხედოთ გერმანიის ნაკრებს იურგენ კლოპის ხელში. მე ძალიან მაინტერესებს იურგენ კლოპის გერმანია რაღა დაგიმალოთ და. კარგი, გადავიდეთ შემდეგ 1-1-ზე, ნიდერლანდები მაროკოს თამაში. აქ იდეაში იყო კი ნიდერლანდები ფავორიტი, მე არ ვიცი, მაროკო არის ძალიან კარგი გუნდი, უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატი ამას ამტკიცებს და პირველი გოლი ნიდერლანდებმა არ არის, ეს დასაწყისში გაიტანა და შემდეგ მაროკო უტევდა 71 წუთამდე იყო თანაბარი თამაში 0-0, სანამ გაკპომ არ გაიტანა გოლი სამერვილის ასისტით და თუ ნახავთ ამ შეტევას, ეს შეტევა იყო 3 შეხების შეტევა. მეკარიდან დაწყებული, შემდეგ სამერვილმა წაქცეულმა მისცა პასი გაკპოს და მაროკოელთა დაცვის ბლოკში, რადგან წაქცეული ადამიანებისგან არ ელოდებოდნენ პასის გაკეთებას, უსე პანიკა შეიქმნა და გაკპომ ამ პანიკით ისარგებლა და ნიდერლანდები ახეირა 1-0 და მაროკოს ეკუთვნოდა მე ვთვლი ის გოლი, რომელიც გაიტანა აბსოლუტურად სამართლიანი იყო 91 წუთზე, დიოპის თაური და ასევე აქ იყო ერთი გადამწყვეტი მომენტი, სადაც მაროკო შეეძლო დაესრულებინა მატჩი 96 წუთზე, ვერბრიუგენმა გააკეთა სასწაული სეივი, ფეხითაც, ხელითაც, რა ვიცი, ყველაფრით მოიგერია, რითიც შეეძლო და უკვე პენალტების სერიაში ძალიან ნერვული ლატარია გაიმართა, ასე ვთქვათ და პენალტების სერიაში საიბარმა დასვა წერტილი მაროკოელთა მხრიდან, ხოლო უიღბლო ტრიო აღმოჩნდა კლაივერტის, ტიმბერის და სამერვილის სახით. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ გერმანიასთან იყო მსგავსება, რომ აქაც სამმა ფეხბურთელმა აცილა პენალტი ისეთმა სამმა, რომლებსაც წესით არ უნდა აეცილებინათ 11 მეტრიანები და რომლებსაც ევალებოდათ სწორედ რომ ამ კომპონენტის კარგად შესრულება. თან ერთმანეთის შემდეგ იყო ეს მატჩები, ესეც საკუნდის კი ბატონო, ნიდერლანდები და გერმანია ორი ევროპული ვერ ვიტყვით რომ დღეს ძალიან კარგ მდგომარეობაში, ან საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი ნაკრები, ერთ დღეს გავარდა, მაინც გრანდები, საფეხბურთო ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ დღეს მიყოლებით გავარდნენ მსოფლიოს ჩემპიონატიდან, ეს ჩემთვის როგორც ევროპული ფეხბურთის კომანდისთვის არის გულდასაწყვეტი, თუმცა ნიკას არ ამგონია რომ გული დაწყვეტოდა ევროპული ნაკრებების გავარდნას. არა, გული როგორ არ დაწყდა, იმიტომ რომ
ამ მუნდიალზე პირადად მე მინდოდა და მინდა კიდეც რომ უფრო და უფრო მეტმა გრანდმა მიაღწიოს დასკვნით ეტაპებზე, რომ მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის კლასიკები და იგივე ნიდერლანდების მიმართ მე ვერანაირად ვერ ვიქნები ინდიფერენტული, ძალიან მიყვარს ეს ნაკრები და კროიფი რა თქმა უნდა. განსხვავებით გერმანიისგან მართალია, მაგრამ გამოგიტყდები და პენალტებში გერმანიას გულშემატკივრობდი. იქ საფრანგეთი გერმანიის კარგი მაჩის ახსარებას გავს ბრაზილიის გულშემატკივრებას. კარგი მაჩის ნახვა შეგვეძლო და იგივე იმაზე წავედით რომ იყო თუ არა ნიდერლანდები ფავორიტი მაროკოსთან ამ დაპირისპირებაში. ჩემი აზრით იყო. თუ ამ მატჩზე ვილაპარაკებდით მუნდიალის დაწყებამდე, შეიძლება აზრები გაყოფილიყო და ვიღაცას ეთქვა მაროკო ფავორიტად, თუნდაც იგივე ბუკმეკერებს, თუმცა მუნდიალზე ნაჩვენებ ფეხბურთით ნიდერლანდები ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფავორიტებისგან. ძალიან კარგი თამაში აჩვენეს რონალდ კუმანის შეგირდებმა, თუმცა მე-16 შეხვდნენ იმ გუნდს, რომელსაც შეუძლია ნიდერლანდური ფეხბურთის ყველა დადებითი ასპექტის ნიველირება. მაროკოს ნაკრები გამოვიდა დაზაბულ ბრძოლაში გამოსტაცა ნიდერლანდებს მეოთფინალის საგზური ხელიდან აბსოლუტურად დამსახურებულად. ისევ გვაქვს შანსი რომ წინა მუნდიალის ნახევარფინალი განმეორდეს მეოთხედფინალში საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებების შეხვედრის სახით და აუცილებლად შევხედოთ მაროკოს აფრიკელი გულშემატკივარი გახარებული იქნება, არაბი გულშემატკივარი გახარებული იქნება, დარწმუნებული ვარ და ყოველ შემთხვევაში ამ ორი გუნდიდან ვინც არ უნდა გასულიყო შემდეგ ეტაპზე, ფაქტია რომ გავიდა დამსახურებული და ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუნდიალზე დარჩა ძლიერი, ანგარიშგასაწევი ნაკრები, რომელსაც ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა და გამოეთიშა საკმაოდ ჯგუფამხიარული ნაკრები, საკმაოდ კარგი და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე ნაკრები, რომელიც ალბათ ამ მუნდიალზე დაგვაკლდება. და გადავიდეთ კიდევ ერთ დრამატულ მატჩზე, არგენტინა-კაბო-ვერდე. 29 წუთი, ლეო მესიმ კიდევ ერთხელ გამაკვირვა როგორც მე, ასევე მთელი მსოფლიო, როდესაც აი სანტიმეტრებში შეძლო გრძელი პასის, რა ვიცი, დამორჩილება ვთქვა, მოთვინიერება არის ალბათ ყველაზე კარგი ტერმინი. იმიტომ რომ ეს არ იყო მარტივად დასამუშავებელი ბურთი, მესიმ უმარტივესად, აი რო უყურებ ძალიან მარტივი ჩანს თითქოს ამ ფეხბურთელის მოქმედება, მაგრამ რამდენადაც მარტივია, იმენად გენიალურია ეს ადამიანი, სანტიმეტრებში დაამუშავა ბურთი და რომ არა ეს ბურთის კარგი დამუშავება, მას დარტყმის საშუალებაც არ ექნებოდა, იმიტომ რომ მცველი ფეხზე ეჯდა. სამი შეხებით დაამუშავა, ორი შეხებით უბრალოდ დაამუშავა და გადაგზავნა კარისკენ და 92 წუთამდე ჩემი სტატისტიკა მართლდებოდა რომ არგენტინიდან ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მარტო მესის უნდა გაეტანა გოლი სანამ მოედანზე იყო ხო და თუმცა 92 წუთზე სამწუხაროდ ინტერესთან ლაუტარომაც გაიტანა მისი გოლი. ლაუტაროს არ გაუტანა. მაკალისტერის გადაცემით გაიტანა ლისანდრო მარტინესმა გაიტანა. ლისანდრო მარტინეს. ნუ მანამდე იყო დუარტეს გოლი. ის გოლი რომელმაც ალბათ კაბო-ვერდეში გარკვეული სიხარულის მოიტანა, ყველაზე მინიმალურად რო ვთქვათ და კაბო-ვერდემ შემოგთავაზა ალბათ სოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერფორმანსი. სანამ გადავალთ ლიჩა მარტინესზე და ჩემი აზრით ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე. ჩემი აზრით მესის აქვს თავისი მატჩები, მესის აქვს ისედაც აქვს თავისი მატჩები, სადაც იყო და არის კიდეც საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის ეს მატჩიც შეგვიძლია განვიხილოთ. თუმცა ჩემი პირადი ფავორიტი ამ შეხვედრაში იყო ლისანდრო მარტინესი, რომელმაც ჯერ ბრწყინვალე პასი გაუკეთა ლიონელ მესის, მე გამახსენდა ევერ ბანეგას პასი მესიზე 2018 წლის მუნდიალზე, როდესაც მან ნიგერიას გაუტანა გადამწყვეტი გოლი პლეი-ოფში გასასვლელი და დღეს უკვე დღეს ლისანდრო მარტინესის პერფორმანსი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მცველის პერფორმანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე. კაბო-ვერდემ თავისი ბურთი გაიტანა, კაბო-ვერდემ თავისი ორი ბურთი გაიტანა, ერთი დამატებით დროში, ერთი ძირითად დროში. ისიც საგულისხმოა, რომ ჩვენმა ნაკრებმა მაგალითად მეორე შემადგენლობით ეთამაშა კაბო-ვერდეს 1-1 ძირითად დროში, ხოლო არგენტინას ამ ბიზნეს მისაღწევად დასჭირდა
ძირითადი შემადგენლობის გამოყვანა რა შეგვიძლია ვთქვათ კაბრალის გოლზე. კაბრალის გოლი იყო ის რის გამოც ჩვენ გვიყვარს სოფლიოს ჩემპიონატები, რის გამოც გვიყვარს სოფლიოს პირველობები. ის მომენტიც თუნდაც როდესაც მან გოლი გაიტანა და ლამის კაბო-ვერდეში ჩავიდა იმის აღსანიშნავად, რადგან თავის საყვარელ ადამიანთან ერთად აღინიშნა ეს გოლი, ის ცრემლები თუ რომელიც მან დაღვარა თამაშის დასრულების შემდეგ, იმიტომ რომ კი, გასაგებია რომ კაბო-ვერდემ დაწერა ისტორია, კაბო-ვერდე გახდა ალბათ ამ მუნდიალის მთავარი აღმოჩენა, მაგრამ რთულია, როდესაც იგივე მსოფლიოს ჩემპიონთან ხარ ერთ ნაბიჯში პენალტების სერიასთან და პოტენციურ გამარჯვებასთან და 111 წუთზე გაგდის გოლი, რომელიც ამთავრებს შენს ყველა ოცნებას. რა იცი, ხო, კაბო-ვერდეს ფეხბურთელები ალბათ იმ მომენტში, როდესაც კაბრალმა ანგარიში გაათანაბრა, სადღაც რაღაცა ისე კი ეფიქრათ, რომ შემდეგ ეგვიპტეს ვეთამაშებით. ეგვიპტეს გაგდებათ შეიძლება. შემდეგ კოლუმბიას რატო ვერ უნდა გააგდო? და მოიგეს სოფლიო ჩემპიონატი ამასობაში. მე თუ სადაც არგენტინა გააგდა, იქ ბრაზილიას შეგიძლია ინგლისი გააგდო და სოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულების იყვნენ. აი კაბრალის გოლზე მინდა აღვნიშნო, რომ ეგ კადრი სარკისებურად რო შეატრიალო. ძალიან გავდა რობენის საყვარელ მოქმედებას მარცხენა ფლანგიდან შეჭრას. ძალიან კარგი გოლი იყო კაბრალის და ერთ-ერთი საუკეთესო მიმდინარე მუნდიალის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეცდომა რამ გამოიწვია, ლისანდრო მარტინესი იყო გოლის ავტორი და ლაივ სკორზე ვინც მუშაობთ და წერთ სტატისტიკას, ლაუტარო მარტინესი წერია ახლაც მაკალისტერის გადაცემით. მართლა? კი. აი, კაცო, არა. სავარაუდოდ რომ ემზადებოდი რეპორტაჟის გადაცემისთვის აქედან ამოუწერე სტატისტიკები და არა სხვა უფრო სანდო საიტისაგან. არა უშავს გვაპატიებს ალბათ ლიჩა. კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში არგენტინა შემდეგ ეტაპზეა და ალბათ უკეთესიც არის ფეხბურთისათვის ზოგადად და უკეთესი არის იმისათვის რომ ლიონელ მესი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მინიმუმ კიდევ ერთ თამაშს, მე მგონია რომ უფრო მეტ თამაშს, თუმცა მინიმუმ კიდევ ერთ თამაშს იქ ჩაატარებს ლიონელ მესი და ვნახოთ გაზრდის თუ არა მისი გოლების მარაკს. ჩვენ რა მე მგონია რომ ეს მატჩი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არის საუკეთესო მატჩი მუნდიალზე და შეიძლება რომელიმე მატჩმა ხარისხით აჯობოს წმინდა საფეხბურთო ხარისხით. თუმცა ის დაძაბულობა, ის გაკვირვება რომ კაბო-ვერდე შვება ამას. ისიც ვთქვათ რომ კაბო-ვერდე ისე გამოეთიშა მუნდიალს რომ ძირითად დროში მატჩი არ წაუგია და არის სოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთადერთი გუნდი რომელსაც ძირითად დროში მატჩი არ აქვს წაგებული. მართალია არც მოგებული, თუმცა მოდი ეგ სტატისტიკა აღარ ვახსენოთ რომ კაბო-ვერდელებს გაუხაროთ გული. თუ ვინმე თავაწეული უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, ეს არის კაბო-ვერდეს თითეული ფეხბურთელი და თითეული სტაფის წევრი, რომელიც მუშაობდნენ კაბო-ვერდეს გუნდის ასეთ მაღალ მომზადებაში და ნამდვილად შეხვდნენ ისინი მსოფლიო ჩემპიონატს იმ ფორმაში, რომელშიც მათ ეკადრებოდათ და მსოფლიო ჩემპიონატს ეკადრებოდა ზოგადად. ჩვენ დღეს განვიხილავთ ძირითადად ფავორიტების მე-16 ფინალურ მატჩებს და შემდეგ უკვე მოკლედ მიმოვიხილავთ უკვე ნახევრად ფავორიტების თუ არა ფავორიტების მატჩებს და მოდი ორი ფავორიტი განვიხილოთ ერთ კონტექსტში. ესპანეთმა 3-0 მოუგო ავსტრიას, ასევე საფრანგეთმა 3-0 მოუგო შვედეთს. შენ აღნიშნე წეგან რომ ძალიან რთულია ნაკრები ათამაშო ისე შეხმატკილებულად როგორც ჩვენ საკლუბო ფეხბურთში ვართ მიჩვეულები, რადგან საკლუბო ფეხბურთში არის ერთი პლუსი, რომ მთელი წელი გუნდი არის ერთად და მხოლოდ მიემგზავრებიან ნაკრებში, სადაც ნაკრებში აქვს წვრილ 3-4 დღე ვარჯიშისა და ტაქტიკური განლაგებების განსახილველად და ამასთან რეზონანსში ჩვენ შეგვიძლია ვახსენოთ, რომ ჩემი აზრით ესპანეთი არის ის გუნდი, რომელიც ყველაზე ახლოს არის საკლუბო ფეხბურთთან, ანუ კლუბთან, რომელიც არის ძალიან დალაგებული, ტაქტიკურად გამართული და შეხმატკილებული. ესპანეთი და შეიძლება საფრანგეთის მივაწეროთ, თუმცა საფრანგეთი გაცილებით უფრო ინდივიდუალისტების გუნდია ვიდრე ესპანეთი, თუმცა ესპანეთი არის ძალიან გუნდურად მოთამაშე ნაკრები, რომელთაც მოუგეს 3-0 ავსტრიას და პლუს ამას მივაწეროთ კუკურელიას არ ჩათვლილი გოლი უკვე მეორე დამოქმედდა მეკარის ბლოკირების გამო. ესპანეთზე რისი თქმაც შეგვიძლია არის ის რომ ნელ-ნელა
შედის ფორმაში დე ლა ფუენტეს გუნდი ის შედეგები რომელიც მათ აჩვენეს ჯგუფურ ეტაპზე თქვათ რომ ესპანელებმა არ ითამაშეს თავისი საუკეთესო ფეხბურთი ჩვენ უკეთეს ველოდებით ყოველთვის ესპანეთის ნაკრებისგან თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ რომ ლამინი იამალი არ არის თავის არც საუკეთესო ფორმაში არც მასთან მიახლოვებულ კონდიციაში იგივე ავსტრიასთან მატჩში გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ ის მომენტი, როდესაც მას შეეძლო ბურთზე დაწევა, ბურთის დამორჩილება, რასაც ბარსელონაში ამ ბოლო 2 სეზონის მანძილზე განმავლობაში რეგულარულად იმორჩილებს და ეწევა ხოლმე ეგეთ ბურთებს, თუმცა ავსტრიასთან მატჩში ეს ძალიან გაუჭირდა. მიუხედავად ამისა, ჩემდა გასაკვირად დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და არ ვიცი, მე პირველ რიგში ალბათ მაინც კუკურელიას დავასახელებდი მატჩის საუკეთესო фეხბურთელად, შემდეგ უკვე მიკელ ოიარსაბალზე ვიფიქრებდი. 2 ასისტი სწორედ კუკურელიასი იყო, დაცვაში უშეცდომო იყო. დაცვაში უშეცდომო იყო და მე ბოლო ასისტი ოიარსაბალზე არის ფანტასტიკური. ფანტასტიკური. ლიონელ მესი და კევინ დე ბრუინი რომ მოაწერდნენ ხელს ისეთი ასისტი იყო და ლამინს არ ქონდა თავის საუკეთესო მატჩი, იმედია შევა ფორმაში, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატს ჭირდება ლამინი იამალის ნაირი ფეხბურთელები და თან რეალურად არის უკანასკნელი სტარი, რომელსაც თავის სიტყვა ჯერ ამ მუნდიალზე არ უთქვამს. თავის სიტყვა თქვა მესიმ, თავის სიტყვა თქვა კრისტიანომ, რომელსაც მივალთ თავისი სიტყვა თქვა კილიან მბაპემ, რომელმაც უკვე 6 გოლი გაიტანა მიმდინარე მუნდიალზე, მათ შორის 2 უკვე პლეი-ოფში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ. თქვა ნორვეგიის ვარსკვლავმა ერლინგ ჰალანდმა, იგივე უსმან დემბელემ ერთადერთი დარჩა ლამინი იამალი და თუ მას აქვს რაიმე ამბიციები წელს ოქროს ბურთის მოგებაზე და გარკვეული ამბიციები ალბათ მაინც ექნება, აუცილებლად უნდა დაიწყოს თავისი საუკეთესო საფეხბურთო უნარების ჩვენება, თუმცა როგორც ჩანს ძალიან უჭირს აი ამ გადატვირთული სეზონის შემდეგ, მით უმეტეს ბარსელონას ყველა ფეხბურთელს უჭირს სხვათა შორის. იმ დატვირთული სეზონის მერე ვერც ერთმა ვერ აჩვენა თავის საუკეთესო თამაში მუნდიალზე, მათ შორის იგივე პედრი გონსალესმა, რომელსაც არ აქვს თავის საუკეთესო დიდი ტურნირი. ჩვენ გვახსოვს მისი უკეთესი მატჩების, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიასთან უკვე ნელ-ნელა იძენდა პედრის თამაში იმ ფერს, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ უკვე ბარსელონაში და იგივე ესპანეთის ნაკრებში, თუნდაც წინა დიდ ტურნირზე ევრო 2024-ზე. ამიტომაც ველოდოთ ესპანეთს, ხოლო საფრანგეთს ვინც ელოდებოდა უკვე დაელოდა მშვენივრად და მიიღო კიდეც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგად საყურებელი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, როგორც არ უნდა დასრულდეს მუნდიალი, საფრანგეთის ეს ნაკრები აუცილებლად შევა ისტორიაში, რადგან ამდენი კარგი ინდივიდუალისტი, რომელიც აი ასე კარგად თამაშობს გუნდურად, მე პირადად დიდად ვერ ვიხსენებ, აი ესევე 1970 წლის ბრაზილიას თუ გაიხსენებ ალბათ. და შეიძლება რომ დაფიქრდე, შეიძლება რამდენიმე გუნდი კიდე გაიხსენო, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებს ყავს უამრავი ენრაოდენობით მაღალი კლასის ფეხბურთელი, რომელიც თითოეულ ევროპულ თუ არა ევროპულ ნაკრებს დახატავდა, თუმცა საფრანგეთის ნაკრებში ვერ ხვდები ერთ რაღაცას, რანაირად არის ეს გუნდი ასეთი კარგი მსოფლიოს ჩემპიონატებზე და როგორი უფერული არის ევროპის ჩემპიონატებზე. თუმცა არის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და პოტენციური ფინალისტიც არის იგივენაირად როგორც პოტენციური თასის ამწევი. აბსოლუტურად გეთანხმები და გადავიდეთ უკვე შემდეგ ორ ფავორიტზე და 2-2-1. ინგლისი კონგო 2-1 და პორტუგალია ხორვატია 2-1. აი რო არ შევეხოთ ხორვატიას აქ არ შეიძლება. იმიტომ რომ გვარდიოლის გაუქმებული გოლი მართლაც რომ ძალიან გულდასაწყვეტი იყო, როდესაც სეისმომეტრით თუ რაღაც კარდიოგრამის აპარატით გაზომეს იყო თუ არა შეხება და აქ მე ვფიქრობ რა უნდა შეიცვალოს წესებში. უფრო რუბენ ნევეშის ავტოგოლი. ხო, უფრო გასაგებია, მაგრამ აქ რა უნდა შეიცვალოს წესებში, რომ არაფერი არ უნდა შეიცვალოს წესებში, ჩემი აზრით, ესეთი გოლი თუ წესების მიხედვით თამაშობთ და თუ პატივს ვცემთ წესებს, ჩემი აზრით, ყველანაირი ესეთი წესი ამოქმედებული უნდა იყოს. გასაგებია, საწყენიათ მას მოხდა თუ თავის ნაწილს მოხდა თუ რას მოხდა, გასაგებია, რომ ძალიან საწყენია ხორვატიის გულშემატკივრისთვის, თუმცა თუ თამაშობთ წესების მიხედვით, უნდა ვითამაშოთ ყველანაირი წესის მიხედვით
და ეს გოლიც მაშინ უნდა ჩაითვალოს. ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი არის ის ფეხბურთელი, ვისაც ყოფილი თანაგუნდელი არის ის ფეხბურთელი, რომელსაც თავზე გაეცაცუნა, ალბათ ეს ტერმინი იქნება სწორი. ურთით მასე და ის ხუმრობდა რომ უნდა მივწერო რომ თავი გადაიპარსოსო. ამიტომ სიმელოტის პლუსებზეც ვილაპარაკოთ რომ ყოფილიყო ის კონკრეტული ფეხბურთელი მელოტი გოლი ჩაითვლებოდა ხორვატიას ეკნებოდა შანსი მერვედფინალში გასვლის. თუმცა ვერ გავიდნენ ბურთი აბსოლუტურად სამართლიანად არ ჩაითვალა ჩემი აზრით რა თქმა უნდა მე ვინდობი ამ ტექნოლოგიებს არ ვიცი რამ შეიძლება ამაში ხელი შემიშალოს და ჩემი აზრით ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორ ითამაშა იგივე კრისტიანო რონალდო მის მატჩში. გახდა ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფში გოლი გაიტანა, უკვე მესამე გოლია მისი მუნდიალზე და სხვათა შორის. ასევე საინტერესო რეკორდი, რომელიც რატომღაც არავის არ გაუჟღერებია. აბა კრისტიანო რონალდო არის უკვე ოფიციალურად მეორე საუკეთესო ფეხბურთელი მატჩების ჩატარების მხრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე 26 მატჩი იყო ეს მისთვის და ლოთარ მათეუსის შედეგი გააუმჯობესა, ლოთარ მათეუსის შედეგი წინა მუნდიალზე მესიმ გააუმჯობესა და აი ეს ერთ-ერთი ისეთი მიღწევა არის, რომელზეც რატომღაც ბევრი არ ლაპარაკობს, არის და 26 მატჩის თამაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე არის არც სახუმარო საქმე და ეს არის ალბათ ისეთი მიღწევა, რასაც ბევრი ფეხბურთელი ვერ გაიმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება მუნდიალებზე. კრისტიანო რონალდო არის ფეხბურთელი, რომელსაც 6 სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა გოლი, მისი პირველი საპლეი-ოფო გოლი ვნახეთ, ორი საპლეი-ოფო გოლი ვნახეთ, ერთი სამწუხაროდ არ ჩათვლილი, იმიტომ რომ ალბათ ჯობდა რომ ის გოლი ჩათვლილი იყო ისე ვიდრე პენალტიდან გაიტანა კრისტიანოს. ერთი ჩაუშალეს რონალდოს აერში იყო მგონი, როდესაც უკვე უნდა დამტარიყო და მაგ დროს გაუგნა გოლი. შვენიერი გოლი იყო, აი მესის გოლს ხოთა შორის ძალიან გავდა. უბრალოდ მესის გოლი გავდა ამ გოლს, იმიტომ რომ ჯერ რონალდოს გოლი გავიდა, თუმცა ნუ ისიც სამართლიანად არ ჩაითვალა რა თქმა უნდა. კრისტიანო რონალდო თავის გულშემატკივრის გახარებას აგრძელებს თავისი თაობის ფეხბურთის გულშემატკივრის გახარებას და კარგი არის და ძალიან კარგი სანახავი არის, როდესაც 41 წლის ფეხბურთელი აი ასეთ დონეს აჩვენებს მუნდიალზე. შემდეგი მატჩი ძალიან ძიმე ექნება როგორც იგივე კრისტიანო რონალდოს და პორტუგალიას იგივენაირად როგორც ესპანეთის ნაკრებს და ლამინი იამალს, რადგან მათ ერთმანეთთან მოუწევთ დაპირისპირება მეოთხედფინალის საგზურისთვის. და ამას უკვე შემდეგ გადაცემაში განვიხილავთ ამ თამაშს. ბოლოს დაგვრჩა ინგლისი კონგო. დაწინაურდა კონგოს ნაკრები კიპენგას გოლით, ალმერიასა და კონგოს ნაკრების ცხლიანით, ხოლო შემდეგ უკვე არსენალის ავანგარდმა და პლუს კეინმა თავისი საქმე გააკეთეს. კეინის 2 გოლი, გორდონის 2 გადაცემა და ინგლისი შემდეგ ეტაპზეა. როგორც ბარსელონას გულშემატკივარი ძალიან მიხარია გორდონის მსგავსი სტატისტიკა, იმედია გაგრძელდება ეს მის საკლუბო სეზონში. ხო, აღსანიშნავია მეკარე ლიონელ მპასი კონგოელთან, რომელსაც გამოვლილი აქვს საინტერესო საფრანგეთის ყველა ასაკობრივი ნაკრები და იცის კარგად და დღეს ლეოში თამაშობს და იცის კარგად ევროპული ფეხბურთი. რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, ამერიკა 2-0, შემდეგ ეტაპზეა ამერიკა, ბელგია, სენეგალი 3-2, ძალიან კარგი მატჩი იყო ასევე, სამხრეთ აფრიკა, კანადა 0-1, კანადა შემდეგ ეტაპზე, კოტ-დივუარი, ნორვეგია 1-2, ჰოლანდმა აქ თავისი სიტყვა თქვა, შვეიცარია, ალჟირი 2-0, ავსტრალია, ეგვიპტე 1-1 და კოლუმბია, განა 1-0. ეს არის თამაშები, რომლებშიც ნახევრად ფავორიტები ან არაფავორიტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა ამ მატჩების ლაპარაკი, სამწუხაროდ ფორმატი არ გვაძლევს. სამწუხაროდ ფორმატი რა დრო არ გვაძლევს ამის საშუალებას. მოდი დღეს ამით დავამთავროთ და უკვე შევხვდებით ჩვენ მერვედფინალების განხილვაზე. თუ თქვენ ამ გადაცემას უყურებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა სიგნალმა თქვენამდე მოაღწია და ერთად გადავცემთ საფეხბურთო სიგნალს. დღეს ამით გემშვიდობებით და იმედი ვიქონიოთ, რომ მუნდიალი კიდევ და კიდევ უფრო მეტ დადებით ეფექტს შეიძენს მუნდიალ მშვიდობისა ნახვამდის.